მოგესალმებით მეგობრებო. MMA-ის ქართველო გულშემატკივრებო. დღეს ჩვენს მიმოხილვაში ვისაუბრებთ იმ სკანდალურ და დაძაბულ მოვლენებზე, რომლებიც UFC-ს მსუბუქ დივიზიონში ვითარდება. ჩვენი განხილვის მთავარი თემები იქნება არმან ცარუკიანის მოულოდნელი განცხადებები, რეიტინგების უცნაური ცვლილებები, ილია თოფურიას გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი და ის პირადი სირთულეები, რომელთა წინაშეც ჩვენი ჩემპიონი აღმოჩნდა. დავიწყოთ იმით, რაც ყველაზე მეტად აფორიაქებს სპორტულ სამყაროს, არმან ცარუკიანის ამბიციური გეგმებით. არმან ცარუკიანმა, რომელსაც ბევრი გულშემატკივარი საქართველოშიც კარგად იცნობს მისი წარმოშობისა და ზედმეტსახელის აჰალჰა ქალაქელის გამო, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის მზად არის ნებისმიერ ფასად მოიპოვოს ადგილის საჩემპიონო რბოლაში. მიუხედავად იმისა, რომ დანა ვაითმა ოფიციალურად გამოაცხადა ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის დაპირისპირება დროებითი ქამრისთვის, ცარუკიანი არ აპირებს ჩრდილში დარჩენას. მისი მდგომარეობა ახლა საკმაოდ ორაზროვანია. ერთი მხრივ ის რეიტინგის სათავეშია, მეორე მხრივ კი ორგანიზაციამ თითქოს გვერდზე გაწია და სხვა მებრძოლებს მისცა შანსი. თუმცა ცარუკიანი არ არის ის სპორტსმენი, რომელიც ბედს დაემორჩილება. მან საჯაროდ განაცხადა, რომ მზად არის გახდეს UFC-ს 324 ტურნირის სარეზერვო მებრძოლი. ეს ნიშნავს, რომ ის გაივლის სრულ მოსამზადებელ ბანკს, დაიკლებს წონას და იქნება მზადყოფნაში იმ შემთხვევისთვის, თუ გეიჯი ან პიმბრეტი ტრავმას მიიღებენ ან ბრძოლას გამოეთიშებიან. არმანის თქმით, მას არ აშინებს მოკლე დროში ბრძოლის მიღება. ის მზად არის ოქტაგონზე გავიდეს, მაშინაც კი თუ შეტყობინებას ბრძოლამდე სულ რაღაც 5 ან 10 დღით ადრე მიიღებს. ეს არის უდიდესი რისკი ნებისმიერი პროფესიონალისთვის, რადგან ასეთ მოკლე დროში ორგანიზმის აღდგენა და სტრატეგიის დასახვა თითქმის შეუძლებელია. მაგრამ არმანისთვის ეს ერთადერთი გზაა, რომ არ დაკარგოს აქტუალობა და დარჩეს ელიტაში. მთავარი კითხვის ნიშანი ახლა მის ფიზიკურ კონდიციებზე ისმის. ინტერნეტში გავრცელებულმა კადრებმა, სადაც არმანი სასწორზე 78,75 კილოგრამის აჩვენებს, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეს წონა მნიშვნელოვნად აღემატება მსუბუქი დივიზიონის ლიმიტს და უფრო ქვესაშუალო წონის, welterweight-ის მაჩვენებელია. მას 40 დღეზე ნაკლები დრო აქვს იმისთვის, რომ დაახლოებით 8-9 კილოგრამი დაიკლოს. დანა ვაითმა წარსულში უკვე ჰქონდა პრეტენზიები ცარუკიანის წონასთან დაკავშირებით, როდესაც ის ისლამ მახაჩევთან ბრძოლისთვის ემზადებოდა. შესაბამისად, ახლა არმანზე ორმაგი წნეხია, მან უნდა დაამტკიცოს არამხოლოდ ის, რომ კარგი მებრძოლია, არამედ ისიც, რომ პროფესიონალია და წონის კლებასთან პრობლემები არ ექნება. არმანი გეგმავს ახალ წელს სომხეთში გაატაროს ოჯახთან ერთად, თუმცა რეჟიმის დარღვევას არ აპირებს. ამის შემდეგ ის პირდაპირ ლას-ვეგასში გაფრინდება, რათა თვალი ადევნოს ჯასტინ გეიჯი პიმბლეტის ბრძოლას და იყოს მზადყოფნაში იმ შემთხვევისთვის, თუ გეიჯი ან პიმბლეტი ტრავმას მიიღებენ ან ბრძოლას გამოეთიშებიან. არმანის თქმით, მას არ აშინებს მოკლე დროში ბრძოლის მიღება. ის მზად არის ოქტაგონზე გავიდეს, მაშინაც კი თუ შეტყობინებას ბრძოლამდე სულ რაღაც 5 ან 10 დღით ადრე მიიღებს. ეს არის უდიდესი რისკი ნებისმიერი პროფესიონალისთვის, რადგან ასეთ მოკლე დროში ორგანიზმის აღდგენა და სტრატეგიის დასახვა თითქმის შეუძლებელია. მაგრამ არმანისთვის ეს ერთადერთი გზაა, რომ არ დაკარგოს აქტუალობა და დარჩეს ელიტაში. მთავარი კითხვის ნიშანი ახლა მის ფიზიკურ კონდიციებზე ისმის. ინტერნეტში გავრცელებულმა კადრებმა, სადაც არმანი სასწორზე 78,75 კილოგრამის აჩვენებს, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეს წონა მნიშვნელოვნად აღემატება მსუბუქი დივიზიონის ლიმიტს და უფრო ქვესაშუალო წონის, welterweight-ის მაჩვენებელია. მას 40 დღეზე ნაკლები დრო აქვს იმისთვის, რომ დაახლოებით 8-9 კილოგრამი დაიკლოს. დანა ვაითმა წარსულში უკვე ჰქონდა პრეტენზიები ცარუკიანის წონასთან დაკავშირებით, როდესაც ის ისლამ მახაჩევთან ბრძოლისთვის ემზადებოდა. შესაბამისად, ახლა არმანზე ორმაგი წნეხია, მან უნდა დაამტკიცოს არამხოლოდ ის, რომ კარგი მებრძოლია, არამედ ისიც, რომ პროფესიონალია და წონის კლებასთან პრობლემები არ ექნება. არმანი გეგმავს ახალ წელს სომხეთში გაატაროს ოჯახთან ერთად, თუმცა რეჟიმის დარღვევას არ აპირებს. ამის შემდეგ ის პირდაპირ ლას-ვეგასში გაფრინდება, რათა თვალი ადევნოს ჯასტინ გეიჯი პიმბლეტის ბრძოლას და იყოს მზადყოფნაში იმ შემთხვევისთვის, თუ გეიჯი ან პიმბლეტი ტრავმას მიიღებენ ან ბრძოლას გამოეთიშებიან. არმანის თქმით, მას არ აშინებს მოკლე დროში ბრძოლის მიღება. ის მზად არის ოქტაგონზე გავიდეს, მაშინაც კი თუ შეტყობინებას ბრძოლამდე სულ რაღაც 5 ან 10 დღით ადრე მიიღებს. ეს არის უდიდესი რისკი ნებისმიერი პროფესიონალისთვის, რადგან ასეთ მოკლე დროში ორგანიზმის აღდგენა და სტრატეგიის დასახვა თითქმის შეუძლებელია. მაგრამ არმანისთვის ეს ერთადერთი გზაა, რომ არ დაკარგოს აქტუალობა და დარჩეს ელიტაში. შავკატ რახმონოვი, ზედმეტსახელად ნომადი, თანამედროვე MMA-ის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და საშიში ფიგურაა. მისი სტატისტიკა შთამბეჭდავია: 19 ბრძოლა, 19 გამარჯვება და რაც მთავარია,
100%-იანი ფინიშების მაჩვენებელი. მას არასოდეს სჭირდებოდა მსაჯების გადაწყვეტილება, სანამ იან გელისთან ბრძოლაში არ მოუწია მთელი 5 რაუნდის გატარება, სადაც საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა. თუმცა მას შემდეგ შავკატი ოქტაგონს მიღმა. ტრაუმებმა და გაურკვეველმა გრაფიკმა ის დიდი ხნით ჩამოაშორა აქტიურ სპორტს არენას. მიუხედავად ამისა, ბოლო განახლებისას მან მეორე ადგილზე გადაინაცვლა და იან გერი მესამეზე ჩამოაჩოჩა. რატომ მიიღო UFC-მ ეს გადაწყვეტილება? პასუხი მარტივია და ამავდროულად რთულიც. ეს არის სუფთა პოლიტიკა და სტრატეგიული დაგეგმარება. UFC-ს ხელმძღვანელობა დანა ვაითის მეთაურობით ხედავს რახმონოვში მომავალ სუპერვარსკვლავს. ორგანიზაციისთვის შავკატი არის ბუა, ბუგიმენი, რომლისაც ყველას ეშინია. მისი რეიტინგში დაწინაურება არის პირდაპირი სიგნალი იმისა, რომ მას საჩემპიონო ბრძოლისთვის ამზადებენ. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამჟამინდელი ჩემპიონი ისლამ მაჰაჩევია, რომელმაც ქვესაშუალო წონაში ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა და ქამარი მოიპოვა. მაჰაჩევი რახმონოვის დაპირისპირება არის ის, რაზეც ახლა მთელი მსოფლიო ოცნებობს. ეს იქნება დაღესტნური ჭიდაობისა და ყაზახური ნომადური ძალის ნამდვილი შეჯახება. თუმცა ამ ცვლილებას ბევრი კრიტიკოსი ხავს. მაგალითად, მაიკლ მორალესი და კარლოს პრატესი, რომლებიც ბოლო დროს ძალიან აქტიურები იყვნენ და ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვეს. თვლიან, რომ რეიტინგი მხოლოდ დამსახურებით უნდა იცვლებოდეს. მაგრამ UFC-ში წესები ხშირად იცვლება ბიზნეს ინტერესების შესაბამისად. რახმონოვის მაღალი რეიტინგი ორგანიზაციას საშუალებას აძლევს, რომ მისი მომავალი ბრძოლა სატიტულო პრეტენზიის სტატუსით გაყიდოს. გარდა ამისა, შავკატის უმოქმედობა არ იყო გამოწვეული წაგებებით ან ფორმის დაკარგვით. ეს იყო იძულებითი პაუზა, რომლის დროსაც მისი აქციები არ დაცემულა. პირიქით, რაც უფრო დიდხანს არ ჩანს ბუა, მით უფრო მეტად იზრდება მის გარშემო მისტიკა და მოლოდინი. ქართველი გულშემატკივრებისთვისაც ეს თემა საინტერესოა, რადგან ჩვენს დივიზიონებშიც ხშირად ხდება მსგავსი გაურგევრობები. შავკატი არის იმ მებრძოლთა კატეგორიიდან, რომლებსაც შეუძლიათ ერთი ბრძოლით მთელი დივიზიონის ისტორია შეცვალონ. მისი დაწინაურება ნიშნავს, რომ 2026 წლის დასაწყისში ჩვენ ველოდებით გრანდიოზულ ბრძოლას, სადაც ნომადი შეეცდება თავისი დაუმარცხებელი სერია გააგრძელოს და ოქროს ქამარი ყაზახეთში წაიღოს. ამავდროულად ეს გადაადგილება დიდ წნეხს აყენებს სხვა პრეტენდენტებზე, რომლებსაც ახლა მოუწევთ ერთმანეთში გარკვევა თუ ვინ იმსახურებს შავკატთან ან ჩემპიონთან შეხვედრას. მაგრამ სანამ რეიტინგებში ასეთი ქარიშხალია, სხვა დივიზიონში კიდევ უფრო დიდი სკანდალი მწიფდება. საუბარია ჩვენს ჩემპიონზე, ილია ტოფურიაზე, რომლის მიმართ ჩელსონენი რადიკალურ მოთხოვნებს აყენებს. თუ წინა ნაწილებში ვისაუბრეთ რეიტინგების მაგიასა და მებრძოლთა ამბიციებზე, ახლა დროა შევეხოთ თემას, რომელიც თითოეული ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით მტკივნეული და გამაღიზიანებელია. საუბარია UFC-ს ლეგენდარული მოქალაქეობის მქონე მებრძოლისა და ანალიტიკოსის, ჩელ სონენის განცხადებებზე, რომლებმაც ნამდვილი ცეცხლი დაანთო სპორტულ მედიაში. სონენი, რომელიც ცნობილია თავისი ენამწარეობით, ამჯერად ჩვენს ჩემპიონს, ილია თოფურიას დაუპირისპირდა და მისი ტიტულის ლეგიტიმურობა ეჭქვეშ დააყენა. სონენმა არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში გააჟღერა მოსაზრება, რომელიც UFC-ს კულუარებში თურმე უკვე კარგა ხანია ტრიალებს. მისი თქმით, ორგანიზაციამ სერიოზულად უნდა განიხილოს ილია თოფურიასთვის ქვემსუბუქი წონის, featherweight ჩემპიონის ქამრის ჩამორთმევის საკითხი. არგუმენტი, რომელსაც სონენი იყენებს, ერთი შეხედვით იურიდიულად გამართულად ჟღერს, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რამდენად დიდ წნეხს განიცდის ილია ოქტაგონს გარეთ. სონენი ამტკიცებს, რომ დროებითი ჩემპიონის ტიტული interim belt მხოლოდ მაშინ უნდა არსებობდეს, როდესაც მოქმედი ჩემპიონი ტრავმირებულია ან ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ გამოდის საჩხუბრად. თუ ჩემპიონი პაუზას იღებს პირადი მიზეზების გამო, იქნება ეს ოჯახური დავა, სასამართლო პროცესები თუ სხვა რამ, რაც არ უკავშირდება სამედიცინო დასკვნას, ქამარი ვაკანტური უნდა გახდეს, აცხადებს სონენი. ის ყვება, რომ UFC აპექსში ყოფნისას ესაუბრა გავლენიან ადამიანებს, რომლებმაც პირდაპირ უთხრეს. ილია თოფურიამ წესების მიხედვით ტიტული უნდა დათმოს. სონენის აზრით, დივიზიონი არ შეიძლება იყოს ერთი ადამიანის პირადი ცხოვრების მძევალი. მას მიაჩნია, რომ ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის ბრძოლა არა დროებითი, არამედ ნამდვილი საჩემპიონო ბრძოლა უნდა ყოფილიყო, თუ ილია უახლოეს მომავალში დაბრუნებას არ აპირებს. ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს არის აშკარა უსამართლობა. ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი მოიპოვა უმძიმეს ბრძოლებში,
დაამარცხა ლეგენდები ალექსანდრე ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოვეი. მან დაამტკიცა, რომ არის არა მხოლოდ ჰაიპის მქონე მებრძოლი, არამედ ნამდვილი ფენომენი. თუმცა, სონენი თავის ამერიკულ სტილში ცდილობს შექმნას ნარატივი თითქოს ილია გაურბის პასუხისმგებლობას. ის ამბობს, რომ ტიტულის ჩამორთმევა არ არის სასჯელი, არამედ ჩვეულებრივი პროცედურაა დივიზიონის სიცოცხლის უნარიანობის შესანარჩუნებლად. ამერიკელი განგსტერი იმასაც დასდენს, რომ პირადად ილიას მხარესაა და ესმის მისი მძიმე მდგომარეობა, მაგრამ ბიზნესი ბიზნესია. სინამდვილეში ეს განცხადებები ემსახურება ილიაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რათა მან რაც შეიძლება მალე გააგვაროს თავისი პრობლემები და დაბრუნდეს ოქტაგონზე. სონენის ლოგიკით, თუ UFC დაუშვებს პრეცედენტს, რომ ჩემპიონმა პირადი მიზეზებით ქამარი თვეებით შეინახოს, ეს სხვა მებრძოლებისთვისაც ცუდი მაგალითია. მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, ილია თოფურია არ არის უბრალოდ მებრძოლი. ის არის ისტორიული ჩემპიონი და მისი თითეული ნაბიჯი კონტროლდება. ამ ყველაფრის მიღმა კი დგას ის რეალური მიზეზი, რის გამოც ილია დროებით ჩამოშორდა აქტიურ სპორტს. ეს არ არის მხოლოდ დასვენება ან ახირება. ეს არის ბრძოლა საკუთარი სახელისა და სიმართლისთვის სასამართლო დარბაზში. სონენმა კი ახსენა, რომ ილიას წინააღმდეგ დაწყებული საქმე შანტაჟს უფრო გავს, ვიდრე რეალურ დანაშაულს. რა ხდება სინამდვილეში ილიას პირად ცხოვრებაში? რატომ გადაიზარდა დაშორება სისხლის სამართლო საქმეში და ვინ ცდილობს ჩვენი ჩემპიონისგან ფულის გამოძალვას? ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ მეოთხე დასკვნილ ნაწილში. ჩვენ მივედით ყველაზე მგრძნობიარე და რეზონანსულ თემამდე, რომელიც დღეს არა მხოლოდ სპორტულ სამყაროს, არამედ მთელ ქართულ საზოგადოებას აფორიაქებს. საუბარია ჩვენს ლეგენდარულ ჩემპიონზე, ილია თოფურიაზე, რომელიც ოქტაგონზე გამარჯვებების შემდეგ ცხოვრების ყველაზე რთულ ბრძოლაში აღმოჩნდა, ამჯერად სასამართლო დარბაზში. ილიასა და მისი ყოფილი პარტნიორის, ჯორჯინა უსკატეგის დაშორება, რომელიც თავიდან ჩვეულებრივ პირად ამბად აღიქმებოდა, ნამდვილ კრიმინალურ დრამად იქცა. მოდით ყველაფერი დეტალურად განვიხილოთ და დავალაგოთ თაროებზე. ეს ისტორია აგვისტოში დაიწყო, როდესაც წყვილმა დაშორების შესახებ განაცხადა. ილია, როგორც პასუხისმგებლიანი მამა და პროფესიონალი, პირველი იყო, ვინც სამოქალაქო სარჩელი შეიტანა სასამართლოში. მისი მიზანი მარტივი და სამართლიანი იყო. ბავშვის ნახვის გრაფიკის დაწესება, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა და იმ ქონებრივი საკითხების მოგვარება, რაც ნებისმიერი დაშორების დროს ჩნდება. თუმცა მოვლენები მოულოდნელად და ძალიან აგრესიულად განვითარდა. მას შემდეგ, რაც ილიამ სამართლებრივი გზა აირჩია, ჯორჯინას მხრიდან გაჟღერდა სკანდალური ბრალდებები ოჯახურ ძელადობასთან დაკავშირებით. ილიას ადვოკატები და მასთან დაახლოებული პირები პირდაპირ აცხადებენ, რომ ეს არის სუფთა წყლის შანტაჟი. არსებობს ინფორმაცია, რომ ჯორჯინას მხარე ილიასგან კოლოსალურ თანხას, საუბარია მილიონებზე, ითხოვდა იმის სანაცვლოდ, რომ ეს საჩივარი არ გაჟღერებულიყო. ყველაზე საეჭვო ამ სიტუაციაში დროა. ძალადობის შესახებ საუბარი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ილიამ ოფიციალურად მოითხოვა მშობლის უფლებების რეგულირება. ეს ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ბრალდება გამოყენებულია როგორც იარაღი ფინანსური სარგებლის მისაღებად და ჩემპიონის რეპუტაციის შესალახად. მიუხედავად იმისა, რომ მედიაში ბევრი ჭორი ვრცელდება, ნიშნულოვანია ვიცოდეთ ფაქტები. ამ დროისთვის ილია თოფურიას წინააღმდეგ არანაირი ოფიციალური შეზღუდვა ან დაკავების ბრძანება არ არსებობს. ის თავისუფალია და აგრძელებს თავის საქმიანობას. თუმცა ეს ფსიქოლოგიური წნეხი აისახა მის სპორტულ კარიერაზეც. სწორედ ამ სასამართლო დავების გამო მოუწია მას მცირე პაუზის აღება, რასაც ჩელ სონენი ასე მწვავე დაკრიტიკებდა. ილიასთვის ეს ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნებისმიერი ტიტული, რადგან აქ სასწორზე მისი სახელი, მისი ოჯახის პატივი და შვილთან ურთიერთობა დგას. ჩვენ, ქართველი გულშემატკივრები, კარგად ვიცნობთ ილიას ხასიათს. ის არის ვებრძოლი, რომელიც არასოდეს ნებდება და ყოველთვის სიმართლის მხარეს დგას. მისი გუნდი დარწმუნებულია, რომ სასამართლო პროცესი ილიას სრულ რეაბილიტაციას მოახდენს და დამტკიცდება, რომ ბრალდებები უსაფუძვლო იყო. ილიამ უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია ყველაზე რთული სიტუაციებიდან კი გამარჯვებული გამოვიდეს. ახლა მას სჭირდება სიმშვიდე და მხარდაჭერა, რათა ეს იურიდიული ქარიშხალი გადაიტანოს და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს იმას, რაც ყველაზე კარგად ეხერხება ოქტაგონზე დომინირებას. საბოლოო ჯამში ეს ოთხივე ისტორია, არმან ცარუკიანის ამბიციები, შავკატის რეიტინგული ნახტომი, სონენის კრიტიკა და ილიას პირადი დავა ერთ დიდ სურათს ქმნის. UFC-ში ბრძოლა მხოლოდ ხელთადმონებით არ ხდება. ის ხდება კულუარებში, სასამართლოებში და მედიაში.
ჩვენ კი მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ ვუგულშემატკივროთ სიმართლეს და ველოდოთ ჩვენი ჩემპიონის ტრიუმფალურ დაბრუნებას.